შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 5 აგვისტოს სხვადასხვა ერის წარმომადგენლები პლანეტის ეკოსისტემის პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად შეიკრიბებიან. ეს იქნება მე-6 შეხვედრა. მონაწილეები იმედოვნებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. შეხვედრაზე ისინი განიხილავენ პლასტმასის წარმოების შემცირების, პლასტმასის დიზაინის შეცვლისა და მისი გადამუშავების, ასევე მისი დამზადების პროცესში ტოქსიკური ქიმიკატების შეზღუდვის საკითხებს. თუმცა როგორც ჩანს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც კი, როგორც დედამიწის პლასტმასით დაბინძურება, სახელმწიფოები კონსენსუსის მიღწევას ვერ ახერხებენ. უდიდესი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები პლასტმასის წარმოების შემცირებას ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ დიზაინის შეცვლა, მისი გადამუშავება და ხელახალი გამოყენება პრობლემას გადაჭრის. გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი კი ამ აზრს არ ეთანხმება. We're producing 430 million tons. ყოველწლიურად 430 მილიონ ტონა პლასტმასას ვაწარმოებთ და თუ ასე გავაგრძელებთ, 2060 წლისთვის მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზრდება. წარმოებული პლასტმასიდან 25 მილიონ ტონაზე ოდნავ ნაკლები ზღვაში, წყლის ეკოსისტემებში ხვდება. Goes into the sea. პლასტმასის წარმოების შემცირებას, მის გადამუშავებასა და ხელახალი გამოყენების გეგმას მხარს 300-მდე კომპანია უჭერს. მათ შორისაა Coca-Cola, PepsiCo და L'Oreal. თუმცა ისინი ემხრობიან ეფექტიან, სავალდებულო და გლობალურ ხელშეკრულებას, რომელიც ყველა ქვეყანაში ერთნაირი წესებით იმოქმედებს და ბიზნესებს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რეგულაციებისგან გამოწვეულ თავსატეხს ააცილებს. ზოგიერთი ქვეყანა ამტკიცებს, რომ პლასტმასის წარმოების შეზღუდვა რეალურად პროდუქციის ფასს გაზრდის, რაც საბოლოოდ საზოგადოებას დისკომფორტს შეუქმნის. თუ მოსახლეობა ზრდას გააგრძელებს და მომდევნო 30 წლის განმავლობაში 2 ან 3 მილიარდი ადამიანი დაგვემატება, ჩვენ შევწყვეტ ამ ძირითადი პროდუქციის, პლასტმასის, ქიმიკატებისა და სხვა მასალების წარმოებას. მაშინ ეს პროდუქცია უფრო გაზვირდება. ალტერნატივა კი შესაძლოა არ იყოს ეფექტიანი. სინამდვილეში, ჩვენ შევზღუდავთ პროგრესს მომავალი თაობებისთვის. ამრიგად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ხელშეკრულება პლასტმასის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად. მაგრამ რაც არ გვინდა ისაა, რომ ხელი შევუშალოთ რამდენიმე მილიარდ ადამიანს ან მომავალ თაობებს ისარგებლონ იმ სიკეთით, რომლითაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვსარგებლობდით. ჟენევაში შეხვედრას 80 მთავრობის მინისტრი, დელეგატები, პლასტმასის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბიზნესები, მეცნიერები და გარემოს დამცველები ესწრებიან. შეხვედრა 10 დღე გაგრძელდება. ეს ყველაზე ხანგრძლივი სესიაა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულა.